მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის, ასე წვიმიან ამიჩი, თუმცა თბილა, ასე რომ დღეს როგორც ჩვენ დავაანონსეთ, დღეს გვინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხზე, რომელიც ბოლო დღეებში ყველას ყურადღების ცენტრში მოხვდა. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. ამ თემაზე ძალიან დებატაღელვა გაჩნდა რასაკვირველია საზოგადოებაში, როგორც პროფესორებში, სტუდენტებში, ასევე ფართო საზოგადოებაში. უკვე ბევრი მოვლენაც ვადევნებდით ხალხურს, სხვადასხვა ვიცით, რომ თესეუს პროფესორებმა სხვადასხვა ფაკულტეტებიდან შეადგინეს პეტიცია, რომელსაც მიმართავენ რექტორს, იყო შეხვედრა თესეუს წარმომადგენლობის საბჭოს რექტორთან, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები მართავენ წინააღმდეგი არიან ამ გაერთიანების, ასევე მათ ჰქონდათ შეხვედრა განათლების მინისტრთან, გუშინ როგორც ვიცით, და ძალიან ყველას აინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ამ მასთან დაკავშირებით, თუმცა ეს უბრალოდ ახლა ნახევარსაათის წინ ნახე ზვიად გაბესონიას განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ ეს თემა გადახედვას არ ექვემდებარება და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და თქვენ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთანავე ვერზე რომ გადავდოთ, გასაკვირველია ამ თემის თქვათ რამდენად მართებულია, რა შეიძლება მოყვეს ხარისხის თვალსაზრისით, ეფექტურობის თვალსაზრისით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს პერსონალზე, სტუდენტებზე და ასე შემდეგ. ერთი რამ, რასაც ყველა ხაზს უსვამს, არის მასობრივად არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა აბსოლუტურად დახურულ ხარისხმა და როგორც ვიცით, ეხლა უკვე თქვა ეს მიღებული გადაწყვეტილება არ გადაიქცედება და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ ყოფილა არანაირი კონსულტაცია არავისთან. ჩვენ როგორც ვფიქრობ და როგორც გამოჩნდა უნივერსიტეტთან, ამ ორი უნივერსიტეტის რექტორთანაც კი, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პირდაპირ თქვა, რომ მანაც წინა დღეს გაიგო ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არაფერი თქვა ამ უნივერსიტეტების აკადემიურ საბჭოებზე, წარმომადგენლობით ორგანოებზე, სხვა პროფესორ მასწავლებლებზე და სტუდენტებზე. ანუ ყველასთვის ეს ძალიან ესეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც მართლა დახურულ ხარისხმა იქნა მიიღეს და არც ვიცით, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დასაბუთება არის ძალიან მწირი ამ გადაწყვეტილების. ამბობენ, რომ ეს გაზრდის ხარისხს, თუმცა როგორ გაზრდის ხარისხს ეს არ არის ეს წარმოდგენილი ხედვა ამ შესახებ და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სულ არასერიოზულია ის, რომ ასე ძალიან შემჭიდროებულ ვადებში აპირებენ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ თქვენ ვიცით, არსებობს უნივერსიტეტების გაერთიანების პრაქტიკებიც მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ხდება არც ერთ თვეში, არც ორ თვეში და არც ერთ წელიწადში და არც ორ წელიწადში, მინიმუმ 3 წელი მაინც ჭირდება ხოლმე ასეთი უზარმაზარი ინსტიტუციების გაერთიანებას. დღეს მინდა ამ თემაზე სასაუბროდ ხოლმე ჩვენს მას ბატონი იურა ყაყავა, ფიზიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც 1967 წლიდან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ასევე თინა მაჭარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ველოდებოდით ალბათ ირინა გოცირიძეს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ აი ბატონი იურას მინდა რომ გადავწეს სიტყვა. თქვენ დავიწყოთ ამ გაერთიანებაზე საუბრით, ზოგადად თქვენი
ნახეთ, როგორც პროფესორმა თუ იცოდით, თუ მოელოდით ამას და როგორი თქვენ დამოკიდებულება. ამ გაერთიანებას არ ამგონია ვინმე მოელოდა, თუმცა კარგის მოლოდინი არავის ქონია ალბათ. ეს რეფორმა თუ გარდაქმნა თუ არ ვიცი რა დავარქვა არის, ძირეულად ყველაფერს რო ეხება, უკიდურესი რაღაცა, მეც რო ვერ მოიფიქრებ კაცი და ამის გაკეთება და ამ დროს სად არის უნივერსიტეტის ავტონომია, სად არის მისი აკადემიური თავისუფლება, როგორც იტყვიან თავზე გადაგვახიეს, როგორც არაერთი სხვა დოკუმენტი კონსტიტუციას გულისხმობს. არა და ამ უნივერსიტეტებს უყოლას ხავთ აკადემიური საბჭოები, რომელშიც თავმოყრილია პროფესიონალები, რომლებსაც ხელისუფლებათ ამ საქმეს ჩახედულები არიან ამ საქმეში და შეუძლიათ გამოთქვან ნორმალური მოსაზრება ამა თუ იმ გარდაქმნის შესახებ. არც ერთ ამათთან შეკითხვა რამე არ ყოფილა. არც არავინ დაინტერესებულა მათი აზრით. ამასინათ ერთი-ორი დღის წინ მოვისმინე მიმართვა ტექნიკური უნივერსიტეტისა განათლების მინისტრთან კი არა და მთავრობის პრემიერ-მინისტრთან კი არა, ბიზნა ივანიშვილთან. და ბოლოს უცბად წაკითხავდი თვალი მოვკარი ხელმოწერას. თქვენი მხარდამჭერები. არ ვიცი ხალხმა რა გითხრათ, 80 გადავწდი კაცი და ეგეთი კონფორმიზმის უმაღლესი აპოთეოზი რაღაც საშინელი, არ ვიცი. როგორ კაცს გაუქმებდნენ და კიდე რაღაც აბსურდული რაღაცა. ამასინათ აი ამ ისევ ამ საბჭოებთან მიმართებაში, რომელშიც თავმოყრილია ელიტა ესე განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისა, ამასინათ ორი დღის ტელევიზიით მოვისმინე ბატონ გია ჯაფარიძის. ილიაონის უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოს მდივანი ერთ-ერთი მიმართულების აკადემიაში, რომელმაც არგუმენტირებული პასუხი გასცა იმას, რამდენად მანკერ ცვლილებებზეა საუბარი. და უფრო ერთი კვირით ადრე თვარვსდები, იმავე უნივერსიტეტიდან გამოვიდა ბატონი ალექსანდრე ნერსისიანი, ორივე მათგანი თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა, რომელმაც ასევე უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა აი ამ გარდაქმნების მიმართ. არა და ორივე მეცნიერი გახლავთ უაღრესად მაღალი საერთაშორისო რიდების მქონე ფიზიკოსები, რომელთაც ლექციები წავიკითხე და კვლევით მუშაობაში მივიღეთ მონაწილეობა მსოფლიოს სამყარო უნივერსიტეტებში და მათ ჭკუა ნამდვილად ეკითხებათ. თუ სერიოზული რაღაცის გაკეთება გინდათ, ეს მაგრად არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს უნდა ამ საქმის პროფესიონალებმა უნდა გადაწყვეტონ და არა ჩინოვნიკებმა. ჩინოვნიკის გადასაწყვეტი საქმე არ არის. ისე ძალიან ხშირად ახლა მესმის დღე თქვა ჩემ უნივერსიტეტში ესეთი რაღაცა, რომ აი რა მოხდა ტექნიკურ უნივერსიტეტს აუქმებენ და ჩვენ ხარ აუქმებენ და ჩვენ ფართოვდებით და რაღაც ამის მსგავსი რაღაცა. ასე არ არის მეგობრებო ესა. ეს არის დაკნინება ორივე უნივერსიტეტის. ორივესი. ეს არის ნამდვილი დარბევა საუნივერსიტეტო თუ საგანმანათლებლო სივრცეს. და რატო? ახლა უნივერსიტეტი რა არის ქართველი ადამიანისთვის, ამას ჩემი თქმა შეიძლება არ სჭირდება, რომ ეს რაღაც ეს არ არის უბრალოდ დაწესებულება, სადაც მიდიხარ, მოდიხარ საღამოს სახლში მიდიხარ და თვის ბოლოს ხელფასი ხარ. არ არის ეს. ეს ქვეყნის სულიერების სიმბოლოა ჩემი საზრით. ხო და ჩემი აი ამ 60 წელია უნივერსიტეტში ვარ და აი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში არ ყოფილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი რამ, სადაც უნივერსიტეტი არ იყო ამ საქმის სათავეში, სადაც მთლიანად არ იყო ჩართული. მე ვიხსენებ აი ამ ეზოს 14 აპრილს 78 წლის იმ დღეს აქ იყო ბატონი იულონ გაგოშიძე, ერთ-ერთი ძველი პროფესორი გახლავთ, მეუღლესთან ერთად. ჩემი ხრა პატივისცემა მას და მის მეუღლეს. ხო და აი ეს უნივერსიტეტის ადგილი არ შეიძლება ამის დაკნინება. თუ გინდა ერი დააკნინო, აი ამით იწყებდა სამწუხაროდ ეს ამასაა რომ ხედავთ ახლა ეს. უნივერსიტეტის როლის დაკნინებას, ყველანაირ დაკნინებას. უნივერსიტეტები, რომლებზეც საუბარია, უამრავი ჩემი მეგობარი, ჩემი კურსელი, ჩემი კოლეგა უბრალოდ მუშაობს. შვენიერი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. დაუღალავი და ძალიან ხშირად დაუფასებელი შრომით გააკეთეს ის ინფრასტრუქტურა, რაც ამ უნივერსიტეტებში არის.
მაღალი დონის ინფრასტრუქტურა აქვთ. თანამედროვე ხელსაწყოებით იქნება ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ამის აი ასე ხელაღებით გაერთიანება და ერთ ქვაბში ჩაყავ. არ ვიცი, ამის გაკეთება საერთოდ შეიძლება და ყოველ შემთხვევაში დაუკითხავად ამის გაკეთება სრული უაზრობაა ეს. კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აი მე ბატონი ივლონი ვახსენე და შეიძლება ზოგი პირდაპირ და ზოგი ზურგს უკან მესმის ხოლმე 80 გადას დაიწყე სამაში რას დაბოდიალობდა. ასე არ არის ხალხო. ჩვენ მართლა მიმავალი თაობა ვარ. აქ მომავალია. ჩემთვის არ არის სულ ერთი ეს მომავალი როგორ იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ერთი ამიტომ მინდა კითხოთ უბრალოდ დამატებითი კითხვა. აი თქვენთვის რომ ძალიან დიდი მადლობა ამ გამოსვლისთვის. თქვენთვის რომ დაუკითხავთ მით უმეტეს არ შეიძლებაო და დაკითხვას არ შეიძლება. არ შეიძლება, მაგრამ დაკითხვაზე მაინც მინდა რომ დავაზუსტო. ჩვენ სანამ გაერთიანებაზე გამოვაცხადებდით, მანამდეც იყო ამაზე კითხვები, რომ მაგალითად ფიზიკის ფაკულტეტი, სადაც თქვენ მუშაობთ, არის უნივერსიტეტშიც და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც და მაშინ ამბობდნენ, რომ აი თუ ერთი ფაკულტეტი დარჩება, სად უნდა დარჩეს და ნახეთ ასევე, რომ გივი მიქანაძემ როცა გაერთიანებაზე გამოვაცხადა, თქვა, რომ ეს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება დაეფუძნავ ანალიზს, რომელიც ჩავატარეთო, რომლის ფარგლებშიც გავაანალიზეთო, შევადარეთო პროგრამები, ინფრასტრუქტურა, აკადემიური პროგრამები, პერსონალი და ასე შემდეგ. თქვენ აი როგორც მაგალითად ფიზიკის ერთ-ერთი ფაკულტეტი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ამ გაერთიანებას, იმიტომ რომ ორივე უნივერსიტეტში არის. თქვენ როგორც ფიზიკის ფაკულტეტის წარმომადგენელმა თუ იცით, ან თუ გსმენიათ, თქვენს ფაკულტეტზე აი ასეთი ტიპის ანალიზის ან კვლევა თუ ჩატარდა, ვინმე თუ მოვიდა სამინისტროდან, ამის შესახებ თუ გამოიკითხა რამე? აბსოლუტურად არავით არის ანალიზი, ეს არის უბრალოდ სარიელი პარატენა სიტყვები, რომელიც სიტყვის მასალა და მეტი არ არის. არავით არის კვლევა ამას სულ არ ყოფილა. მე არ ვსმენია ყოველ შემთხვევაში და რამე კულუარულად თუ იყო არც. კი ბატონო, ასე ჩვენც ესე ვფიქრობთ, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ, რომ იმიტომ რომ მოვითხოვეთ კიდევაც თქვენ ოფიციალურად გამოვითხოვეთ განათლების სამინისტროდან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა რა კვლევა ჩატარდა, ხო? სადმე ნახეთ ამ კვლევის შედეგები არ რაღაც. ან ვინ რას იკვლევდა? რა ჩვენ არავის არ გვინახავს, თუ ვინმეს გინახავთ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. ასევე ერთი ბოლო კითხვა და თქვენ ან თქვენს ფაკულტეტზე მაგალითად ან თქვენს კოლეგებთან თუ იცით რა იგეგმება ან ორგანიზებული ან ინდივიდუალური ქმედება მიმართვა, აი თუნდაც მაგალითად კვლევის გამოთხოვნა, რის საფუძველზეც ეს მოხდა, ან შრომის ბაზრის კვლევის გამოთხოვნა, ან რის საფუძველზეც ამბობენ, რომ დგება სტუდენტების კვოტები, რომელიც ჯერ არ ვიცით რამდენი იქნება და ასე შემდეგ. ან თუ რამე სხვა თუ იგეგმება თქვენ თუ გაქვთ რამე ინფორმაცია? ამის შესახებაც სამწუხაროდ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. და რა შეიძლება თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება რამე გაკეთდეს? მე არ ვიცი რა კვლევა უნდა ჩაატარო, რომ ეს გაამართლო ის, რასაც აპირებენ. ერთი რაღაცა გამოვჩა, მე თქვა ახალგაზრდობის მიმართ მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა, იმიტომ რომ მინდოდა მეთქვა ახალგაზრდობის მისამართით, უფრო იმათ მისამართით, რომლებსაც აქ ვერ ხედავ. წინა გამომწინა ერთი ორი კვირის თუ პარასკევს თუ შაბათს არ მახსოვს, გამოვიდნენ სტუდენტები და თქვეს, რომ ნუ გერიდებათ გამოსვლისო და ხალხო მორიდება არ ქვია მას. ეს გასცილებით უფრო რთული და ძნელად მოსარჩენი სენია, ამას ქვია გულგრილობა. და ამიტომ მინდა ახალგაზრდობას მიუმართო, რომ საკუთარ გულში ჩაიხედო და გულის გარდახეთ იმოქმედო. ერთი სიტყვით რო თქვა, სად ხართ? ძალიან დიდი მადლობა. შეკითხვას და მოწოდებას იმის მიმართ, რომ ალბათ გულგრილობა ყველასთვის გამღუპელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საზოგადოებისთვის ფართოდ. ეხლა მინდა თინასაც ვთხოვო, რამდენიმე სიტყვით მოგმართოს, თინა მაჭარაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მოგესალმებით. ეს გახლავთ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე. ახლა ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ, უნდა ვზეიმოვდებთ, გეგმავდეთ იმ ღონისძიებებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაშლილიყო.
და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ აქ დგავართ და პოზიციას ვაფიქსირებთ, რატომ არ შეიძლება ივანე ჯავახიშვილის იდეის წინააღმდეგ წავიდეს დღეს საქართველო. იცით რა, პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ იყო, ეს ყველა გონიერმა ადამიანმა თავიდანვე ვიცოდეთ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება, რომელიც დახურულ კარს მიღმა არის მიღებული, გადაწყვეტილება, რომელიც არის ფუნდამენტური, ასეთი მასშტაბიანი და მას არანაირი წინაპირობა არ აქვს, გულისხმობ იმას, რომ ის არანაირ სამეცნიერო კვლევას არ ეყრდნობა, ეს ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. და როდესაც გადაწყვეტილება პოლიტიკურია, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ დიალოგის დრო ნამდვილად არ არის. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება პასუხი, ან ამბობ კი, ან ამბობ არა. დღეს თუ ჩვენ ვიტყვით არა ამ გრევას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ივანე ჯავახიშვილის იდეას მივყვებით. და თუ ჩვენ შევალთ დიალოგში, ეს ნიშნავს, რომ ივანე ჯავახიშვილის იდეას ნაწილობრივ ან შესაძლოა სრულიად უგულებელყოფთ და ჩვენ ვიწყებთ რაღაცა ახალი საქართველოს მშენებლობას. ახლა კიდევ მინდა ყურადღება გავამახვილო, ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე სამართლებრივ ჩარჩოებზე. მე ძალიან შორს ვარ სამართალმცოდნეობისგან, უნდა გითხრათ, მაგრამ მე ვიცი ძალიან კარგად რა წერია კონსტიტუციაში. კონსტიტუციის 27 მუხლში წერია, რომ უმაღლესი განათლების დაწესებულებების ავტონომიურობა გარანტირებულია. ძალიან მარტივია და ამას ყველა ხვდებით, რომ სხვა ყველა კანონი, რომელსაც იღებს სახელმწიფო, უნდა ექვემდებარებოდეს და უნდა გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. დამთავრდა, აქაც ჩემთვის პასუხი სამართლებრივადაც გაცემული აქვს ამ შეკითხვას. რა დაგვრჩა? დაგვრჩა ის, რომ გვპირდებიან, რომ თურმე მათი მიზანი არის ის, რომ შეიქმნას ძლიერი ინსტიტუცია. კითხვას ვსვამ, როგორ უნდა შეიქმნას ძლიერი ინსტიტუცია, როდესაც თსეუს ამ ეტაპზე 22,000 სტუდენტი დაახლოებით, ახლა პლუს მინუს შეიძლება მეშლება. ყავს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენ პრობლემას ვაწყდებით. დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია არსებობს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ახლა ეს ორი ამხელა გიგანტი უნივერსიტეტი რომ გაერთიანდება, უცბად როგორ უნდა გახდეს ძლიერი, ჩემთვის წარმოუდგენელია და რა ვიცი, ახლა ეს ჯადოსნური ჯოხი თუ ხელში უჭირავთ, კი ვხედავთ ამ ჯადოსნური ჯოხით სადამდე მოვედით. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება ვისარგებლებ ნამდვილად აი ამ მიკროფონით, მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ დღეს ჩვენ თუ ხმას არ ამოვიღებთ, ამით ჩვენ კარგავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე როგორც იცით, თქვენ დაორგანიზეთ ეს პეტიცია მიმართვა, ხო? იმის რექტორის მიმართ. ამაზეც თუ შეიძლება ერთი-ორი სიტყვა რო გითხრათ და კიდევ აი რამე გეგმები თუ გაქვთ, თქვა მაგალითად თქვენი ფაკულტეტის ფარგლებში ან სხვადასხვა ჯგუფებში უნივერსიტეტის შიგნით რა შეიძლება გაკეთდეს? იცით რა, მე შემიძლია გითხრათ, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა გამოკითხვა, ამჟამად 67 აკადემიური პერსონალით არის წარმოდგენილი ფაკულტეტი. გამოკითხვაში მონაწილეობა ჩემი ინფორმაციით ის რაც საჯაროდაც ცნობილი გახდა 62-მა პროფესორმა სწავლობელმა მიიღო და ყველას პასუხი იყო არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ გრევას. ნამდვილად არ უწოდებ გაერთიანებას, ეს არის ნამდვილად გრევა. მეორე რაც ჩვენ გავაკეთეთ, დიახ, ეს სწორად აღნიშნეთ, ეს არის მიმართვა, რომელსაც ჩვენ გუშინ კანცელარიაში შევიტანეთ მიმართვა, რომელსაც 1025 ადამიანი უკვე აწერდა ხელს, ეს მიმართვა კვლავ ღიაა და ვისაც გსურთ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პასუხი ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რექტორისგან. იმიტომ რომ მინისტრმა, ქართული ოცნების მინისტრმა თქვა ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ რექტორებთან კონსულტაციითო. მე პირადად, როგორც დასაქმებული ამ უნივერსიტეტში, ჩემი დამსაქმებლისგან ველოდები პასუხს. რის საფუძველზე მისცა მან თანხმობა? ეს თანხმობა
რომ მისცა ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება თუ როგორც რა ვიცი მე გაჟღერდა თვითონაც თქვა რომ მან არაფერი იცოდა მაგრამ ეს ზეპირ სიტყვიერება ჩვენთვის არ არის დოკუმენტი როდესაც ესეთი ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება ამით დამეთანხმებით ის ცვლება ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია ხო რაღაც ახალი ფურცელი უნდათ რომ დაიწყონ და ამ ახალი ფურცლის წერას დოკუმენტები სჭირდება ამიტომ ჩვენ ველით რომ საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიაში არსებობდეს დოკუმენტი სადაც მისი რექტორი რომელიც რექტორობის პროცესშიც აი ეს გიგანტური ცვლილება უნდა განხორციელდეს მისი პოზიცია უნდა იყოს დაფიქსირებული ანუ მან წერილობით ახსნა განმარტება უნდა გააკეთოს ამ პროცესებთან დაკავშირებით გავხდით კიდევ შეკითხვა ერთი აი ეს გამოკითხვა რომ თქვით ანუ მაგრამ თქვენ ფაკულტეტზე არის 67 პროფესორი და 62 ხო უარი ხო თქვენ როგორც სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის წარმომადგენელი ხო არა პირად სხვა ფაკულტეტებზე თან ხო ჩატარებულა მსგავსი გამოკითხვა საინტერესო იქნებოდა თქვა თესეუში და ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგალითად პროფესორებს მთელი ყველა პროფესორის გამოკითხვა ანონიმური ჩატარდეს თუ ეხება აბსოლუტურად თქვენ ფაკულტეტზე თუ თითქმის ყველა წინააღმდეგია ხო? თუ არა გაქვთ რა მსგავსი გეგმა? იცით რა, ეს გეგმა ჩვენ ვერ გვექნება. ეს გამოკითხვის შედეგები გუშინ ჩვენმა დეკანმა ქალბატონმა სალომემ გააჟღერა იმ შეხვედრაზე, რომელიც არაოფიციალური ფორმატით შედგა ბატონ ჯაბა სამუშიასთან. ახლა სხვა ფაკულტეტების დეკანების გადასაწყვეტია აიტაცებენ თუ არა ამ ფორმატს და მსგავს გამოკითხვას ჩაატარებენ თუ არა თავიანთ ფაკულტეტებზე. დიდი მადლობა, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სიტუაცია არის ასეთი აღფინთან შეკრებილი და თავარაუდოდ ამ კედლებში მიღმა ვინც არის პროფესორების თავარაუდოდ უმრავლესობა არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეხლა თავარი რაზეც შეიძლება ვისაუბროთ არის ის თუ რა შეიძლება გაკეთდეს და რა ტიპის რა მოქმედებები შეუძლიათ რა მოქმედებების ორგანიზება როგორც პროფესორებს ასევე სტუდენტებს. წინა გასულ კვირას სამშაბათს ვისაუბრეთ ამ ინსტიტუციური წინააღმდეგობის გზებზე, აი რა შეუძლიათ რომ პროფესორმა სწავლებლებს არ არის აუცილებელი თქვათ მაინც ქუჩაში გახვიდე, აქციაში მიიღო მონაწილეობა და ასე შემდეგ არის ბევრი ინსტიტუციური გზა, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ პროფესორებს რომ თავისი ხმა მიაწვდინონ მაინც, აი მაგალითად თუნდაც ეხლა რაც ვიტყრათ ინამ რომ ჩაატარეს გამოკითხვა სადაც მთელ ფაკულტეტზე წავიდნენ, ანუ თითქმის 100% ფაკულტეტის პროფესორებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ არ ეთანხმებიან. აი ყველა ფაკულტეტმა უნდა აქვს მსგავსი ფორმა გამოძებნოს, რომ დააფიქსიროს. აი თუკი მაგალითად არ ვიცი უნივერსიტეტში არის 500 პროფესორი და არც ერთი მათგანი არ ეთანხმება, ან 90% არ ეთანხმება, ეს უფრო ისეთი რაღაცა წონიანი არგუმენტია იმის წინააღმდეგ, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ გითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მაინც რაღაცა ასე ყველანაირი აზრის გაუთვალისწინება და უგულებლობით ჩაატარონ ეს ასეთი რეფორმა არის თუ დეფორმა, როგორც ვუწოდებთ ხოლმე. თუ ვინმეს აქვს კიდევ მოსაზრების გამოთქმის სურვილი, კი ბატონო, აი აგერ ორი ადამიანი, აი რიგადმე მოვიქცეთ მოწია 200 ტანსაცმელი, ასე რომ სადმე დაამაგრებთ. გამარჯობა ყველას. მოკლედ შევიკრიბეთ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, პანაშვიდზე ვართ მოსულები. რეალურად მე მინდა რამოდენიმე საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. პირველი, განათლების რეფორმა, განათლების დეფორმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი რამე ვეცადეთ რომ გვეწოდებინა. მოდი შევთანხმდეთ, რომ მოვლენებს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, თუ გვინდა რომ შემდგომი ეტაპები იყოს წარმატებული.
ანუ თუ გვინდა რომ რაღაცა შეიცვალოს სწორად, სწორი მიმართულებით, მაშინ მოვლენას უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის ეგზეკუცია. ეგზეკუცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო ცდილობს დასაჯოს აჯანყებული უჯრედი, რეგიონი, რაიონი თუ სხვა. განათლების უმაღლესი განათლების ინსტიტუცია იყო აჯანყებული, მაინც არ ემორჩილებოდა რეჟიმს. შესაბამისად, ეხლა სახელმწიფო ცდილობს რომ დასაჯოს განათლების სისტემა და უნდა თუ არა მოექცეს ისე, ანუ აიძულოს რომ მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ. ჩვენ აი აგერ ეხლაც არის ის ყმაწვილი, რომელიც გუშინ რექტორის და უნივერსიტეტის სტუდენტ პროფესორის შეხვედრის დროს არ უშვებდა შენობაში, არ უშვებდა ჩვეულებრივ სტუდენტებს, ლექტორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, იმიტომ რომ ეს შენობა უცებ გადაიქცა ციხე-სიმაგრედ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არა ციხე-სიმაგრედ, არამედ ციხედ. უფრო მეტიც, დაანონსებული, გაერთიანებული, ასე ვთქვათ, სასწავლო დაწესებულების თუ რაც არის ციხის ხელმძღვანელად ასევე ვიღაცა ბადრაგი უნდა მოვიდეს. არავით არის განათლების ტექნოლოგიის სპეციალისტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მას ეყოლება მლიქვნელი პროფესურა, რომელიც ცდილობს რომ სიტუაცია შენიღბოს და გაალამაზოს დემოკრატიის ფერებით. აბსურდია ამაზე საუბარი. ჩემი აზრით, რასაც ახლა უნდა ვაკეთებდეთ, არის ძალიან მარტივად შევხედოთ რეალობას თვალებში და ვთქვათ, რომ ამ რეჟიმს ყავს მომხრე, ასე ვთქვათ, პროფესურა, აღვრიცხოთ ეს პროფესურა, რომ შემდგომი თაობებისთვის იყოს ცხადი, ვინ თანამშრომლობდა რეჟიმთან. იმის გამო, ეხლა ეს ყმაწვილი აი აგერ რო არის. იტყვის, რომ სხვა გზა არ მქონდა, დამავალეს, სხვა რა მექნა. ანუ მე მითხრეს, მიბრძანეს, რომ არ შეეშვათ არავინ უნივერსიტეტის შენობა, შემეშვა არავინ და კანონს ვემორჩილებოდი. კანონს კი არ ემორჩილებოდა, რუსს ემორჩილება. ჩვეულებრივად. ანუ პუტინს ემორჩილება. ჩვენ ახლა უნდა ვაღიაროთ, რომ ვართ რეალობაში, როდესაც პუტინიც არა ძალიან დიდი ბოდიში, ესა და ქვია მაგას არ დაიმცირებს თავს პუტინი საქართველოში ბიძინას რამეები ელაპარაკოს. დუგინი, იქით რავი, ზახაროვა, ესეთი წვრილმანი ხულიგნობა, როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება ამ ქვეყანაში ყველაფერი. ეგ არის რეალობა. როდესაც მინისტრის მოადგილე გეუბნება, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე მას ვერ შევცვლი, არ უნდა ვსაუბრობდეთ და არ შევდიოდეთ იმ წვრილ დეტალებში, ეს უნივერსიტეტი დარჩება, ეს პროგრამა იქნება 3+1 იქნება და 5+7 თუ 23, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. აი აქ ვინც ვართ, მოდი შეავლეთ ერთმანეთს თვალი შეხედეთ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის პანაშვიდზე ბოლოს მოხვედით. მარტივია. ამას ახლა აღიარებთ, არაღებთ, ვაიმე ძალიან კაცრად თქვენ არ მაღელვებს თქვენ რას იფიქრებთ ჩემზე, იმიტომ რომ ამათაც არ აღელვებთ ვინ ვისზე რას ფიქრობს. აღარ აღელვებთ. რეალობა ეგ არის რა, გაითვალისწინოთ ხალხო. ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც ადამიანები ძალიან მარტივად იქცნენ ციფრებად. რა ქვია მაგას 28 ნოემბრიდან მოყოლებული მამუკა, აი ძალიან საყვარელი ლოფერებიანი მამუკა, პუტკუნაფეხებიანი, იდგა და იმაზე ლაპარაკობდა 200 კაცი გამოვიდა თუ 201. 20 კაცია თუ 21 და ასე შემდეგ. ანუ ამ თლიანად ადამიანებს გვექცევენ ის როგორც ციფრებს და განათლების რეფორმაზე არ ვიცი როგორ გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს. მე რო განათლების ტექნოლოგიაში ვსწავლობდი და ასე ვთქვათ, რაღაცებს ვაკეთებდი, ხო, 3 წელი ვისწავლე და მე 1 წელი კიდე პრაქტიკაზე ვიარე სკოლაში და ხელახლა მომიწია ფაქტიურად ყველა თეორიის სწავლა, ხო? არაფერი ამას არაფერს არ აქვს ფასი, არაფერს არ აქვს წონა. ანუ გადაწყვეტილებებს აქ არღებულობენ განათლების ტექნოლოგიები. შესაბამისად, აქ შიგნით გაგვაერთიანებენ, დიახ, გაგვაერთიანებენ. მარტო ამას კი არა, საერთოდ ყველა უნივერსიტეტს ერთად გააერთიანებენ კიდე. სულ ერთია. ანუ ჩვენ რო ეხლა ვამბობთ, რომ აი განათლების რეფორმის ეხლანდელი დაწერილი კონცეფციით თუ რაღაცით
თუ რამე არ მოეწონათ, ხელახლა გადაწერენ. იმდენჯერ გადაწერენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ეს იქნება რეალობა და ეს ყმაწვილები შევიდა, საწავიდა, გაქრა. ესე რა ქვია, ეს ყმაწვილები აი აქ რომ დღეს არიან და რომ ამ თავი რო ქუჩი გონიათ, სინამდვილეში ამათ მოიხმარს ეს რეჟიმი, ამოისმევს და გადააგდებს. როგორც ბევრი გაუკეთებია, ხო? გვინახავს და ეხლა გუშინაც უყურებდით მორიგი მსხვერპლი როგორ გამოაგორა რეჟიმმა. შევეგუოთ ამ რეალობას და დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. არსებობენ რეჟიმთან, ანუ ნაცისტურ გერმანიაშიც იყვნენ რა, წარმატებული ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ რეჟიმთან. ეხლაც ეგრე არის. რავი, ეხლა იმის გამო რომ ნიჭიერი იყო კოკო შანელი დავუმალ და რა ქვია მაგას ვთქვათ, რომ არ თანამშრომლობდა რეჟიმთან. თანამშრომლობდა, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ სახელებს არ დავარქმევთ მოვლენებს, მაშინ ვერ შევძლებთ შემდეგ საფეხურზე გადასვლას. იმისთვის რომ გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე, ჯერ ავს ავი უნდა უწოდოთ, რომ კარგ სახელი დავარქვათ. დავით გურამიშვილი ჯერ კიდე რავი, რომელ საუკუნეში, ხო, მე-18 საუკუნის ბოლოს საუბრობდა ამაზე. 21 საუკუნეა ხალხო, ცოტა რავი, ტვინი გავანძრიოთ რა. უკაცრავად ცუდი ფრანგულისთვის თუ როგორც არის. გამარჯობა. მე იმედი მაქვს, რომ არანაირ პანაშვიძე ჩვენ აქ არ გავართ, ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ პირველ რიგში. ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ არც უნივერსიტეტს დავთმობთ და შეუძლებელია, რომ საერთოდ საქართველოს განათლების სისტემამ ამ უნიჭო აბსოლუტურად დაუგეგმავი ეგრეთ წოდებული რეფორმის პარკლებში ჩამოინგრეს ესე, იმიტომ რომ საქართველოში არის ნამდვილად იმდენი ადამიანი, რომელიც ამ ზეწოლასაც გაუძლებს და ინტელექტუალურად მოერევა ამ ყველაფერს, ასევე ფიზიკურადაც შეძლებს, რომ გაუძლოს, იდგეს, გააპროტესტოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთი. მეორე, მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვა, რაც მგონია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ხნის პრობლემა. დაახლოებით 5-6 წლის წინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამუდამოდ არჩეული მოსამართლე წავიდა ამერიკაში და მივლინებით, სხვათა შორის, სამსახურეობრივი მივლინებით წავიდა ამერიკაში და იქ დარჩა, იმიტომ რომ იშოვა სამსახური. ეს არის და იყო სიმპტომი თუ როგორ გააუქმეს უკვე და როგორ დაავედეს მაშინ სასამართლო სისტემა. ეს იყო ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, როდესაც ხდები, შენ ხარ შენი კარიერული და მეცნიერული და საერთოდ ყველანაირი, იმიტომ რომ რეალურად ის მეცნიერიცაა, ხო ეს ადამიანი. წვერვალზე ხარ, შენი კარიერის წვერვალზე და ამ დროს მიდიხარ და სადღაც იწყებ მუშაობას, ეს კატასტროფაა. იგივე შემიძლია ვთქვა იმაზე, რაც ხდება დღეს უნივერსიტეტის ფარგლებში. მე მინდა მივმართო ბატონ ჯაბა სამუშიას. იმიტომ რომ ბატონი ჯაბა სამუშია, მე როგორც ვიცი, არის ყოველთვის თავის თავს პოზიციონირებს როგორც მეცნიერი. და როგორც ის ადამიანი, რომელსაც უნდა რომ საქართველოს განათლების ისტორიაში შევიდეს და რაღაც კვალი დატოვოს. და როდესაც მან მიაღწია თავის კარიერულ წვერვალს, მან რა თქვა? იცით რა არის? მე პრინციპში ვეთანხმები ამ ყველაფერს, შეიძლება რომ ეს უნივერსიტეტი, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძოდით, რომელიც უნდა იყოს საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც უნდა იყოს მოწინავე რეგიონში და უნდა გახდეს საუკეთესო ევროპაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეგვიძლია რომ შევაერთოთ თესეუსთან. შეგვიძლია არავის არაფერი არ ვკითხოთ. შეგვიძლია რომ უბრალოდ რომელიღაცა პოლიტიკოსის ხუშტურებს დავერბორჩილოთ და ამის საშუალებით უბრალოდ დავუყოთ არამხოლოდ კონკრეტული პროფესურა ან კონკრეტული თაობა სტუდენტებისა, არამედ თაობები და შესაძლებლობები იმისა, რომ საქართველოს უკეთესი იყოს
პირველ რიგში განათლების თვალსაზრისით და მე მინდა მოუწოდო ამ ადამიანს რომ თავისი პროფესიული ღირსება თუ არსებობს და მას აქვს გაიხსენოს ეს სიტყვა და ასევე მინდა მოუწოდო ყველას იმიტომ რომ რეალურად განათლებული ადამიანი არის ის ადამიანი რომელმაც იცის რა არის ღირსება რომელმაც იცის ღირსება არა რომელიღაცა ტომობრივი ან რომელიღაცა რაღაცა თემის მიმართ მიკუთვნებულობისა არამედ თუ რა არის საზოგადოებრივი ღირსება და საზოგადოება იქმნება განათლებაში რეალურად განათლებული საზოგადოების და ბრბოს განსხვავება არის ის რომ განათლებულმა საზოგადოებამ იცის რომ მას აქვს უფლებები რომ მას რასაც უბრძანებენ და ჩასძახებენ ის კი არ უნდა ამოსძახოს არამედ უნდა თქვას ერთხელ თუ არა ეს ჩვენს უფლებებს არღვევს თუ არა ეს ჩვენს უფლებებს და ის რაც დღეს ხდება უნივერსიტეტში და ეგრეთ წოდებულ საუნივერსიტეტო რეფორმაში ეს არის სირცხვილი და ყველანაირი უფლებების დარღვევა და ადამიანები სანამ ვართ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც იცის და იცავს თავის უფლებებს და მე მინდა ვთქვა რომ შეიძლება აქ არსებობდეს რაღაცა გარკვეული ნიჰილიზმის ნიშნები, მაგრამ ეს ნიჰილიზმი დაძლევადია, იმიტომ რომ არსებობს საქართველოში თავისუფლება, საქართველოში არსებობს საზოგადოება და არსებობს განათლებული პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ამას დაამთავრებენ და გადაარჩენენ ქართულ განათლების სისტემას. აი ამის თქმა მინდოდა. მოგესალმებით ყველას. მე უფრო მეტად ეხლა ამ წუთას მივესალმები აი ამ შენობაში, ოთახებში მსხდომ ჩემს კოლეგებს. იმედი მაქვს, რომ ისმენენ ამას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ხმა აღწევს, თუ არა მიაღწევს აუცილებლად. მე მინდა მათ უთხრა, რომ აი ყოველგვარი ლოლიაობის გარეშე უკვე ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ ამ უნივერსიტეტის კედლებში მუშაობას. იმიტომ რომ მათ ელემენტარულად არ იციან უნივერსიტეტის წესდება, რომელიც შემიძლია გავუგზავნო და რომელიც პირდაპირ ამბობს იმ მთავარ ღირებულებებსა და დებულებებს, რასაც საუკუნოვანი უნივერსიტეტი ემსახურებოდა და დღეს ყველა ეს პრინციპი ირღვევა, მათი ხელით ირღვევა ეს პრინციპები და ესენი სხედან აქ და არ იმჩნევენ ჩვენ ხმას. მართლა ძალიან აღელვებული ვარ. უბრალოდ იმ ვითარებაში აღმოჩნდით ჩვენ რაღაც ნაწილი ხალხის, ხო? ამ უნივერსიტეტის თანამშრომლების, რომ აი კითხვა გიჩნდება 20 წელია ადამიანთან თანამშრომლობ, მეგობრობ, მუშაობ და კითხვა გიჩნდება საკუთარ თავთან, რომ ნუ თუ ეს ადამიანი ისეთი მხდალია, რომ 500 ლარიან ხელფასზე შეუძლია გაანადგუროს ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ღირსება, ყველაზე დიდი ტაძარი ჩემთვის დანამდვილებით და ყველა უნივერსიტეტისთვის. რა ვიცი მეგობრებო, შეგწყვეთ, ვინც ახლა მან ცხეთ ხართ, აი უნივერსიტეტის ფანჯრებიდანაც კი ვერ ბედავთ გამოხედვას და რაღაცის გეშინიათ. და აქვე გეტყვით, რომ ნურაფის ნუღა გეშინიათ, იმიტომ რომ უარესი ნამდვილად უკვე მოხდა. მაგრამ აქვე ვიტყვი რა ერთს. არა, ნამდვილად არ ვართ პანაშვიდზე. ჩვენ ვართ მებრძოლი ხალხი. ამ უნივერსიტეტს ამაზე უარესი პერიოდები გაუვლია და გაუვლია ღირსებით, სწორედ იმ მამაცი, მცირერიცხოვანი ადამიანების წყალობით, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ გარდა ერთისა, ღირსების დაკარგვისა და აქ დგავართ სწორედ ეგეთი ადამიანები. კიდე ერთხელ, უნივერსიტეტელებო, ვისაც შეგრჩენიათ უნივერსიტეტისა და ამ ქვეყნის სიყვარულის რაღაცა პატარა ნატამალი მაინც. გამოდით და დადექით ჩვენ გვერდით. სანამ გვიანი არ არის. აი თქვენით ვიწყებ ჩემო მეგობარო, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. დადექით გარეთ, არ გიღირდეთ ეგ 500 ლარიანი ხელფასი, შემდეგ გამარჯვების თქმისას ნაგრძნობ სირცხვილად. მართლა უხერხულია უკვე. არ ვიცი, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაც ამაზე უარეს მე მგონი ვეღარ მოვესწრებით და სანამ დროა
უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ და ყველას მადლობას გიხდით, რა თქმა უნდა, ვინც აქ დგახართ. მოწოდებისთვის კი ბატონო ბოდიში. მოგესალმებით, ლადო ხარატიშვილი. ყოველ გამოსვლას ვიძახი, რომ მე არა ვარ განათლების სფეროს წარმომადგენელი. მინდა შევეხო უფრო საერთოდ საკითხს, რაც ყველას მე მგონი არა გვაწუხებს რა. 14 თვის წინ, როდესაც დაიწყო ეს მოძრაობა, რაც დაიწყო, ჩვენ გვახსოვს, რომ სისტემა ასწინოდა იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე გადიოდა. ცინიზმს არ ჰქონდა საზღვარი, როგორც სისტემისგან, ასევე მისი მეხოთბეებისგან. ჩვენ ძალიან დიდი შეურაცხყოფა გადავიტანეთ, ვიღებდით ამ ყველაფერს, თუმცა ვიცოდით რას ვაკეთებთ. მაშინდელი საზოგადოება ალბათ ფიქრობდა, რომ სისტემა მარტო მათ მიმართავს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ სისტემამ და მარტო ერთმომავლა ბევრმა ადამიანმა და მისმა მეხოთბეებმა, როგორც ცინიზმი გამოუშვეს სამი უნივერსიტეტის მისამართით. და რა თქვეს? ეს სისტემამ გაბედა და ეს სისტემამ გამოუშვა. ირთო დახალფასებულები არიან, აქაც დახალფასებულები არიან. და თუ სულ ყველა ესეთები არიან, ესე ფიქრობთ მეხოთბეებო და სისტემის შიგნით ყოფილი ადამიანები, ხო? და ეს სადამდე უნდა გაგრძელდეს. ეს ხო აქ არ გაჩერდება, ეს ხო წინ და წინ წავა ეს ცინიზმი. ეს ხო აუცილებლად ამოჭამს ყველა იმ რგოლს, რომელიც ოდესღაც ხმას ამოიღებს. და რატომ მოხდოს ეს ცინიზმი? მე აქ რომ მოდივარ, მე არ ვიცავ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ამათ ჩემი დასაცავი არაფერი არ ჭირს. თავისთავად თვითონ უნდა დაიცვა. მე ცინიზმს ვეცდ. მე ცინიზმი არ მოწევს. მე ცინიზმი არ მინდა. და როდესაც ვიძახი, რომ სისტემა არ მინდა, მაშინაც კი ის სისტემაც არ მძულს. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და მე უკეთესი სისტემა მინდა ჩემი ქვეყნისთვის. თორე ეს სისტემა ისეთია და იყოს ისეთი. მე უკეთესი მინდა და მე სიყვარული მომოძრავებს. და არა ცინიზმი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ხომარ უნდა ვინმეს მოსაზრების გამოთქმა, განსაკუთრებით იმის შესახებ, აი კონკრეტულად რა შეიძლება ამ ეტაპზე, ახლა როცა უკვე ეს გადაწყვეტილება, როგორც ვთქვით, მიღებულია, თუ შეიძლება რამე გაკეთდეს, აი მოგზანდით. მოგესალმებით, მეგობრებო, თამარ გოლქანია გახლავართ და ვარ ბედნიერი, რომ წარმოვადგენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, კერძოდ კი სოციალურ და პოლიტიკურ მიმართულებათა ფაკულტეტს, სადაც ერთსულოვანია პროფესურა, რომ ტარდება სპეცოპერაცია ქვეყნის წინააღმდეგ და არა ჩვენი ბიუჯეტის ან უნივერსიტეტის წინააღმდეგ. არავითარი პანაშვიდზე არ მაგანცდა, არც კაპიტულაციას ვაპირებთ რა. ბრძოლა რა თქმა უნდა და მაქვს პატივი მამაჩემის შემდეგ დავიცვა უნივერსიტეტი და ვიყო იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესის დაცვა ხდება და არც იქნება აქ ბევრი ხალხი, ეს ბევრია რაც აქ დგას. ის ხალხი, ვინც აქ დგანან, არის ძალიან ბევრი მერწმუნეთ და არსებობს ისტორიული კანონზომიერება. უნივერსიტეტი იყო სტალინის სახელობის უნივერსიტეტი იყო დახურული, მაგრამ სად არის ის ხალხი, სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც უღალატეს იდეას, რომლებმაც უღალატეს ოჯახს, გვარს, საკუთარ ქვეყანას, არსად, მაგრამ უნივერსიტეტი დგას. ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას, სიყვარულს და ეს არის ბრძოლა. როგორ შეიძლება მე არ ვიყო ამაყი ჩემი სტუდენტების წინაშე, რომლებსაც ვასწავლი, რომლებიც მიყვარს და რომლებიც არიან ჩემი ქვეყნის მომავალი. ამიტომ მათ ერთი წამით არ უნდა იფიქრონ, რომ მე შევალ ღირსება ახტილი, როგორც რიგითი ცხვარი, ანის ზაღლი, რომელიც ქარავანს უყურებს. არა, მეგობრებო, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მიხარია სამსახურში მოსვლა და ვერავინ პატივს ვერ ამყრის. სამსახურიდან გაგდება მირჩევნია თქვენი, ვიდრე ვიყო თქვენი მონა. ამიტომ მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დგავართ ისტორიის სწორ მხარეს. უნივერსიტეტი იქნება, ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ დარჩება ამბავი, როგორ ვიდექით ერთად, როგორ ვიცავდით ქვეყანას, როგორ გაუწიეთ წინააღმდეგობა ყველაფერს, როგორ ვერ მოგვისყიდეს, ვერ დაგვაშინეს, ვერაფერი ვერ გვიქნეს. აი ეს არის უნივერსიტეტი. მადლობა კიდევ ერთხელ.
ცოტა ძნელია ეხა ამ სიტყვის მერე ვინმე სხვა გამომსვლელმა გამოთქვას მოსაზრება, მაგრამ კიდევ ვინმეს თუ რამის თქვა უნდა ან შეკითხვები გაქვთ ან მოსაზრებები, თუ არა შეგვიძლია მაშინ დაგემშვიდობოთ, თუმცა რა თქმა უნდა მომავალ სამშაბათს ისევ შევიკრიბებით აუცილებლად, ალბათ ძალიან ბევრი რამე მოხდება მომავალ სამშაბათამდე, ისეთი ტემპით მივდივარ და მაგრამ მათ სამშაბათამდეც იმედი მაქვს, რომ ყველა თავ-თავის სამუშაო ადგილას, თავის მეგობრებში, თავის პატარა წრეებში გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ ჩვენი განათლების სისტემა გადარჩეს და გაუმჯობესდეს კიდევაც. მე უბრალოდ განცხადება მინდა გავაკეთო. 8-ში ჩვენ ვიკრიბებით სამოქალაქო ფორუმზე ექსპო ჯორჯიაში 3 საათზე და ყველას გეპატიჟებით. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რა არ მოგწონს, დღეს რა უნდა შეიცვალოს, მაგრამ როგორი საქართველო გვინდა და როგორი საქართველოს გულისთვის გვინდა რომ ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, ვიცხოვროთ, აი ამაზე იქნება იქ მსჯელობა და ყველას გელით იქ. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, ჩვენ რო გითხრათ რომ მოდივართ და კარგი იქნება. ესეთი გვერდი არსებობს, ვებგვერდი გულისთვის წერტილი G, მაგრამ შეგიძლიათ არც დარეგისტრირდეთ და პირდაპირ მოხვიდეთ. ღია ეს ფორუმი ყველასთვის და იქნებიან ძალიან საინტერესო სპიკერების ჩამონათვალს ნახავთ საიტზე. ამის გარდა მანამდე პარასკევს კიდევ სავარაუდოდ იქნება შეხვედრა კონსერვატორიაში. ღია შეხვედრა, სადაც სტუდენტები მოიწვევენ საზოგადოებას იმისთვის, რომ იმსჯელონ განათლების საკითხებზე, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი და მიაქციათ ამასაც ყურადღება, ალბათ იქაც საინტერესო იქნება მსჯელობა, როგორ გაიშლება და შეგვიძლია იქაც მივიდეთ და გავაგრძელოთ ეს დისკუსია სამშაბათამდე. დიდი მადლობა.